გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილია წარდგენილი, ვაკანტურია გენერალური პროკურორის პოსტი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. მოწოდება ევროპარლამენტიდან საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი, ევროპარლამენტარები ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. აპირებს თუ არა ამ მოწოდების გათვალისწინებას, ოპოზიციის ნაწილი კითხვას არ პასუხობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების ამ მოწოდებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია გარეთ დავალებებზეა დამოკიდებული. 2025 წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობისთვის. შესაბამისად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. სატელეფონო შეფასებებს როდისმე რეითხოვთ უკაცრავად, რომ ექნება შესაძლებლობა კომენტარის მაშინ. ეს მაგალითია ზუსტად იმის, ოდესაც ეხა რეზოლუციის სახით თუ ნებისმიერი ფორმატით რასაც ეტყვიან, ის უნდა გააკეთონ, მაგრამ პრობლემა ასევე იმაშიც არის, რომ ნაცმოძრაობა თავისი ფილიალებით დაყოფილი 4 თუ 5 თუ 6 ფილიალით ვერაფერზე ვერ თანხმდება. აი ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან ამაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და NGO-შნიკებად წოდებულები თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე და გამომდინარე აქედან არის, რომ უნდობლობა მათ მიმართ ყოველდღიურად იზრდება ქართულ საზოგადოებაში. იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის გაправებისთვის, როგორც ჩანს, ესეთი გზა მოიფიქრეს თავის პატრონებთან ერთად. სინამდვილეში მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი მათ გამოუტანს იმ განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. ერთი ფაქტი არის, რომ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსებები მიიღონ ბიუჯეტიდან. პატრონების დავალებებს მიიღებენ, ახლა ისინი ბუნებრივია. ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამს εμάς, თუ როგორ გულშემატკივრობს რადიკალებს ევროპარლამენტიდან ცალკეული პირები და როგორ სურთ მათი მხარდაჭერა და მათი გამარჯვება. მაგრამ საქმე რაშია, რომ ევროპარლამენტზე და ევრობიუროკრატიაზე კი არის დამოკიდებული საქართველოში, რომელი პარტია გაიმარჯვებს და ვინ იქნება ხელისუფლებაში, თავისუფლებას ეს ყველაფერი დამოკიდებული და გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე დაამტკიცეს, მმართველი გუნდისთვის ფასი არ აქვს. მათი შეფასებით ეს მხოლოდ და მხოლოდ ლობიზმის შედეგია. საუბარია რასა იუკნევიჩიანის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე, რომლის განხილვასაც საქართველოდან ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ები და აქტივისტები ესწრებოდნენ. ანგარიში საუბარია ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის დასანქცირებას, მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. უფრო მკაცრი მოპყრობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს. ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული სანქციების დაწესება. კვლავ ნაციონალური მოძრაობის წამოწევა, როგორც პოპულარული პოლიტიკური ძალის, არც ერთი ადამიანს, ვინც ამ პოლიტიკურ გაერთიანებაშია დღეს წევრად დარჩენილი, არ აქვს არანაირი განცდა იმისა, რომ ჩადენილია უშველებელი დანაშაულებები. და ეს დანაშაულებები ფაქტებია და არა ქართული ოცნების მოგონილი რაღაც მოთხრობები. და ამ დანაშაულებრივ ჯგუფს, ექსტრემისტთა ჯგუფს, რომ ასეთ ინტენსიურ მხარდაჭერას უჩენ, რასაკვირველია, შესაბამისად ბუმერანგად ბრუნდება ევროკავშირის, ევროპარლამენტის მიმართულებით. და თქვენ რაღაცნაირად ის ერთი მუჭა რადიკალებიც ამ სირბილს შეწყვეტენ თუ შეამცირებენ რუსთაველზე საღამოობით, იმ წუთას სადღაც
მათ დავალების მიმსებთა წიაღში გამოჩნდებიან ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, ვინც ცდილობენ მათი ეს რაღაც აქტიურობა ცოტა მეტად გაზარდონ. მონჯარია გიგაური არ წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს წარმოადგენს 1,120,000 ადამიანი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. როდესაც შეუდარიგებებს აძლევ კონკრეტულ ქვეყანას, აი ამ შეუდარიგებებში და გადაწყვეტილებებში ეს ერთი მუჭა რადიკალების და თავის დროზე დემოკრატიის შუქურად მონათლული სადისტის ციხიდან გამოშვება კი არ უნდა მოითხოვოს სააკაშვილი რო ქვია. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილია წარდგენილი, შესაბამისად ვაკანტურია გენერალური პროკურორის პოსტი. გაბიტაშვილი აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილს ცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად საპარლამენტო პროცედურები დაიწყება, ახლა მოვალეობას გენპროკურორის მოადგილე გიორგი გვარაკიძე ასრულებს. რაც შეეხება გაბიტაშვილს, მას ჯერ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მოусვენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს უყრის, თანამდებობაზე ასარჩევად მას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. პარლამენტი მოусმენს გენერალური აუდიტორის კანდიდატს. ეს პროცედურა შემდეგი სახით იქნება. პირველ რიგში უნდა ცნობად მივიღოთ ყოფილი გენერალური აუდიტორის გადადგომა, ყავლაშვილის გადადგომა, შემდგომ უკვე იქნება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მოსმენა გენერალური აუდიტორის ახალი კანდიდატურის, შემდგომ ბიუროზე იქნება განხილვა ამ საკითხის და დაეწერება სესიას. თქვენ კარგად იცნობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ბანკის მონაცემებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი რეიტინგები აქვს სახელმწიფოებს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. პროკურატურას და პირადად გაბიტაშვილს გენერალურ პროკურორს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ამაში საკმაოდ სერიოზული მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის არანაკლები პასუხისგებლობა განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყანაში, საპარლამენტო მმართველობაში, პარლამენტის წინაშე საკმაოდ ესეთი მძლავრი ორგანიზაციის პასუხისგებლობას რასაკვირველია ეს კიდევ უფრო გაზრდის წარმატებული გაბიტაშვილი იქნება წარმატებული ხელმძღვანელი. სახელმწიფოს მიდგომა არის რომ ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და ამისი ერთ-ერთი უპირობო საფუძველი არის ის რომ კორუფციას მაქსიმალურად უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გიორგი გაბიტაშვილს აქვს ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება. ეს ყველაფერი ჯერჯერობით რა თქმა უნდა კონსულტაციების რეჟიმში იქნება, თუმცა ასეთი ტიპის მოლოდინები რომ პროფესიონალი ადამიანი ზოგადად სხვა უწყებაშიც თავის პროფესიას გამოიყენებს თუნდაც ანტიკორუფციული მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს სახეზეა. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ სოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას. მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინა საარჩევნოდ წარუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ეს გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში. აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავისუფლად განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადაუხადო სახელისუფლებო გუნდს დობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს.
ევროკავშირის ელჩისთვის 30 მაისს გაგზავნილი წერილი, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ რჩება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა. დოკუმენტში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ შემაშფოთებელია მოცემულობა, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილისთვის, ძალადობისა და პროპაგანდისთვის გამოიყენება. მმართველგუნდში აცხადებენ, რომ ზიზღის და ძალადობის გამოვლენისგან დისტანცირებაზე უარი საქართველოს მოსახლეობაში თავად ევროკავშირის მისიის რეპუტაციას აზიანებს. პაპუაშვილი ჩამოყალიბდა უკვე რაღაცა ძალიან ისეთ მოქნილ რუს პროპაგანდისტად. ის რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, რა თქმა უნდა, ახალისებულია გარედან. ის თანხები, რომელიც შემოედინებოდა, მიმართული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, არსებული ხელისუფლების დამხობა, პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნების მოქმედებაში, თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პრობლემა, ძალიან უხერხულია ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკური განცხადებები, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. რა თქმა უნდა, რეაგირება თუ არ ეხება ამასთან დაკავშირებით არც ევროკავშირის ელს, არც დიპლომატიურ კორპუსს, არც თვითონ ევროკავშირს, არც ფონდი იდის და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და ეს ყველაფერი სწორედ იწვევს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამ გაერთიანებას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრობიუროკრატები არიან აბსოლუტურად სხვა. მოლაპარაკებების გახსნა ევროპულმა საბჭომ შეაჩერა. ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გააკეთა. მმართველგუნდში აცხადებენ, რომ ეს არის აღიარება მარტაკოსის მიერ, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენებოდა და ოპოზიციის კამპანიაც ცრუ ბრალდებაზე იყო აგებული. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. ჩვენ როდესაც პირდაპირ ვეუბნებოდნენ და ამას ოფიციალური თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოვება წარმოუდგენელია 2030 წლამდე, ხო? ჩვენ გამოვედით და ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ და მერე გახსოვთ თუ რა პროცესები მოყვა ამ ყველაფერს. ამიტომ ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცეები შეფუთონ, რაღაცეები ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს აწყოს, მაგრამ სიმართლე არის ერთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესს. თითქოს ირაკლი კობახიძის განცხადებამ შეაჩერა მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსურდი. ჩვენ კარგად გვახსოვს ეს განცხადებები, როგორ კეთდებოდა ბატონი პავლო ჰერჩინსკის მხრიდან. პირდაპირ მიაბეს ეს ყველაფერი ორკანოს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ ასევე ქალბატონი მარტაკოსის პირდაპირი აღიარება, როდესაც იგი რაღაცებს გვემუქრებოდა, პირდაპირ ესე შეგვიძლია დავათქვათ და იქ წამოწდა ისიც, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენ ქვეყანას, ვინაიდან საბჭოს გადაწყვეტილებითვე იქნა, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებული და მოლაპარაკებების ფაზაზე არ გადასვლაც სწორედ მათი გადაწყვეტილებით იყო. ეს ყველაფერი ისევე ემსახურება შანტაჟს, როგორც ემსახურებოდა კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჯერ კიდევ ივლისში ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ თქვა, რომ შეჩერებულია თანამშრომლობა. შემდეგ იყო ამას მოყვა ჩვენი განცხადება, ჩვენ მზადა ვართ, მე გადავიდეთ აი ამ მოლაპარაკების პროცესზე, მაგრამ რასაკვირველია ჩვენი მოთხოვნა იქნება უარყოფითად მიღებული და ეს იქნებოდა გამოყენებული როგორც ბერკეთის საქართველოში არეულობის მოსაწყობად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვამბობთ, რომ ხვალვე მზადა ვართ, გადავიდეთ მთელ რიგ საკითხებზე მოლაპარაკების პროცესზე, თუმცა რასაკვირველია, ეს ყველამ კარგად იცის, მარტა კოსსაც რო არ ეთქვას, რომ ეს პროცესი ჩვენს მიერ არ არის შეჩერებული. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროფესორებს და აკადემიკოსებს ლია მელიქიშვილს, გიორგი გოგოლაშვილს და ავთანდილ არაბულს მოусმინეს. განიხილეს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები. მათი თქმით, დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას მოყვა, რაც უმაღლეს სასწავლებლებში მიუღებელი რეფორმების გატარებას გულისხმობდა. ძალიან კარგად ჩანდა, რომ
ავტორიტარიზმი მყარდებოდა ქვეყანაში. როდესაც ესე იგი უკვე დაიწყო უნივერსიტეტში რყევა გამოცხადდა, უნივერსიტეტში უნდა იყოს შემცირება, გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთან. თამარი მივიდა მოლარემ უთხრა რომ სამწუხაროდ თამარ შენ სიაში არ ახარო. მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა, ყვებოდა რომ რამდენად შეურაცხყოფილია, რომ დაამთავრა საუბარი, გახდა ცუდად, ვერაფერი ვეღარ უშველეს თამარს ის გარდაიცვალა გულით. ჩვენი ინსტიტუტიდან, როდესაც გაანთავისუფლეს საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები, ისინი ისე მოხდა რომ ერთმანეთს მიყოლებით ყველა გარდაიცვალა. ბარბაროსულად აღასრულეს ის დანაპირები, რასაც დაგვირდა ლომაიე რომ მოვიდა. ინტერვიუში თქვა, ნაჯახით ამოუძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ. რატი ამოლობელი გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია კანონის მიხედვით უნივერსიტეტს უნდა მოეხსნებოდა სახელმწიფო დაფინანსება. ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებში სწავლების ენა იყო ქართული. კითხვა დაუსვით განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს გიგი თევზაძეს, თქვათ რა ხდება, რაშია საქმე, ასეთი პასუხი არსებობს. ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური. ჩვენ ფიზიკური ძალადობაც მივიღეთ ჩვენს თავზე რეჟიმის მიერ. მთელი იმ რეჟიმის არსებობის განმავლობაში ჩვენ დევნის ქვეშ ვიყავით. ვერსად ვერ დავიწყეთ მუშაობა. პატრიარქმა გადადგა არაჩვეულებრივი ნაბიჯი მაშინ სწორედ ჩვენს დასაცავად. შექმნა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი. საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ გივით არგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა გამომძიებელი. სასამართლო კი 17 ივნისს განახლდება. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულების რაოდენობიდან გამომდინარე, ბრალდების ხარისხს მიაჩნია, რომ ალბათ 2-3 პროცესი იქნება სრულიად საკმარისი მტკიცებულობის დასრულებისთვის. იცით რომ არის მოწმეები და საკითხი, ასევე არის წერილებითი მტკიცებულებები გამოსაკლავი და ასევე ვიდეო ჩანაწერებია გამოსაკლავი. დროს მოითხოვს, თუმცა არ არის ეს იმოდენობის და იმოცულობის, რომ ვერ მოხერხდეს 2-3 პროცესში დასრულება. სისხლის სამართლებრივი დასჯადობა ამ მუხლისთვის არის არასწორი. იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შემადგენლობას იცნობს. ევრობარომეტრის კვლევით საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად 17%-ით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით კი 9%-ით შემცირდა. გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა. გამოკითხვა 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, სპეციალისტებმა 1011 რესპონდენტი გამოკითხეს. აკეთებს. მაშინ, როდესაც სააკაშვილი დაგვისახეს ევროპულ საზომად რადიკალიზმი სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ხო? და ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. როცა ხედავენ, რომ გარკვეული სტრუქტურებიდან აბსოლუტურად უტიფარი და უსამართლო გადაწყვეტილებები შემოტევა ხდება საქართველოზე, რასაკვირველია ეს განაპირობებს გარკვეულ სკეპტიციზმის ჩამოყალიბებას. არ შეიძლება იქნევიჩვანე მკითხრას, რომ სააკაშვილია დემოკრატიული სტრუქტურა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ეგენი მოვიდნენ და ამან არ განაპირობებს ადამიანების სკეპტიკური დამოკიდებულება, თქვათ, ევროპარლამენტის მიმართ. ფაქტია, რომ ხედავენ უსამართლობას და ხედავენ იმ გააფთრებულ სურვილს, რომ როგორმე საქართველოში სისხლი დაიღვაროს. აქ ქუჩებში ვეხილეთ ჩვენ განცხადებები, აბსოლუტურად შეუსაბამო იმ ინტერესის მიმართ, რაც ქართულ ოჯახებს გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია სკეპტიციზმიც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვესაუბრებით, ვყოფთ ევროკავშირს ცალკე და ევრობიუროკრატებს ცალკე. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა სკეპტიციზმი არ გავაჩინოთ თვითონ ევროკავშირის მიმართულებით. თუმცა ამ ევრობიუროკრატების ესეთი ქცევა, როდესაც იღებენ ესეთ აბსურდულ უაზრო რეზოლუციებს, სადაც ყოველთვის გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და თურმე იგი უნდა
გავათავისუფლოთ, სადაც ისინი დელეგაციებზე აგზავნიან, რომლებიც შემდეგ სცენაზე ადიან და მაედანიზაციისკენ მოუწოდებენ ჩვენ საზოგადოებას, სადაც ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში მით უმეტეს წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მათ ჩაუტარეს გარედან ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, სადაც თვითონ ევროკავშირის თანხებით დაფინანსებული NGO-ების თანამშრომლები ეწევიან ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, აღვივებენ შუღლს, აღვივებენ პოლარიზაციას. არის უამრავი მაგალითი ორმაგი და ასმაგი სტანდარტების, თურმე რაც არ შეიძლება საქართველოში, შეიძლება ევროკავშირში და ასე შემდეგ. ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია, ჩვენ ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებით და დღესაც ძალიან კარგი იქნება თუ ამ კვლევას თავად ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ ესეთი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში არ შეიძლება. კაიროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 107 ხმით მიიღო. დოკუმენტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოსთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების საკითხი, ის საკითხი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში მუდმივად დგას ქართული მხრიდან და რა თქმა უნდა ეს რეზოლუციაც არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას გავამახვილებინოთ ყურადღება საქართველოს საკითხზე. ეს მხარდაჭერა, რაც დღეს მოიპოვა საქართველოს, რა თქმა უნდა, არის ქართული დიპლომატიის ძალიან დიდი მუშაობის და ძალისხმევის შედეგი, ძალიან დიდი გამარჯვება. ამ ხელა მხარდაჭერა საქართველოს არ ქონია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან 2008 წლიდან დაწყებული. შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა კაიროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა ნაყოფიერი საპარლამენტო თანამშრომლობა როგორც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეების, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების დადებით დინამიკას. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სასჯელახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგამ კურნალიძეს და ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 2009-2010 წლის მოვლენებზე. დაწესებულებაში ყოფნისას ცოტა გამსახურდია შეიტყო, რომ სასჯელახსრულების სისტემაში სისტემატური ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა-წამების ფაქტებს. შესაბამისად, მან მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას და საკუთარი და სხვა მსჯავრდებულთა უფლებების დასაცავად დაიწყო შიმშილობა. მოფიქრებული იქნა გეგმა თითქოს და კონტროლიორს უნდა მოეხდინა პატაკის შედგენა, კალპატაკზეა საუბარი, სადაც აღწერდა ის ფაქტებს, რომ გარკვეული გასამჯელოს სანაცვლოდ მას გამსახურდია სთავაზობდა პატიმართა ცემა-წამების ფაქტებზე ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა რეალურად ასეთ ადგილი არ ქონია, გამსახურდია ცდილობდა მხოლოდ არსებული ვითარების შესახებ წერილების გატანებას კონტროლიორისათვის. და აი ამ ქმედებისათვის გამსახურდია თითქოს და მას პირდებოდა 1000 ლარის გასამჯელოს გადაცემას. ამის შემდეგ კონტროლიორი არ დათანხმდა, უნდა ითქვას სიმართლე, დაგეგმილ ასე ვთქვათ პროვოკაციაში მონაწილეობას, თუმცა მასზე განხორციელდა ზეწოლა და მუქარა. წერილების გადანებას დათანხმდა კონტროლიორი და ერთ-ერთ წერილში გამსახურდია წერდა, რომ წერილის მიმტანისთვის გადაეცათ საჩუქრის სახით, დახმარების სახით 500 ლარი. გამსახურდიას ქმედება შეირაცხა თითქოს და ეს იყო ქრთამის მიცემის ფაქტი, რაზედაც ბრალდებაც წარედგინა. მტკიცებულებები მას შემდეგ დაიწყო შეგროვება, რაც ახალი გამოძიება დაიწყო, რაც ცოტნე გამსახურდიამ შემოიტანა განცხადება და მისი განცხადების საფუძველზე ხელახალი გამოძიება დაიწყო ამ ქრთამის მიცემის ფაქტზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7.3%-მდე გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, ძლიერია მაკროეკონომიკური მართვაც. მისი თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია განაგრძოს ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით მისიის ხელმძღვანელის, სერბიის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა შთამბეჭდავი მედეგობა ადგილობრივი და გლობალური გაურკვევლობების მიუხედავად. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წელს გაიზარდა 9.4%-ით, რაც ძლიერი მოხმარების, ტურიზმისა და IT და ტრანსპორტის სექტორის გაფართოების დამსახურებაა. 2025 წელს პროგნოზირებთ, რომ ზრდა შეადგენს 7.2%-ს, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია, რადგან აქამდე 6%-ს პროგნოზირებდით. რაც შეეხება ინფლაციას, სამიზნე ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდა. ფისკალური კუთხით ძლიერი აქტივობა ფიქსირდება. 2025 წელს გვაქვს მოლოდინი, რომ დეფიციტი საშუალო დონეზე შენარჩუნდება. ხედავთ, რომ მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება. საქართველოში ძლიერი ეკონომიკური პროგრესია უკვე წლების განმავლობაში, ისე როგორც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, საბანკო სისტემა ინარჩუნებს სიჯანსაღეს მაღალი ხარისხითა და ძლიერი კაპიტალითა და აქტივებით. საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ზრდა და მედეგობა გამოავლინა. მას აქვს უნარი, რომ გააძლიეროს პროგრესი და მოახდინოს რეაგირება გამოწვევებზე. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია მოგეხსენებათ არის ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობა და ამ კუთხით საკმაოდ ესეთი დადებითი შეფასებები მივიღეთ. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობის დონეს. 25 წლის მაისის მდგომარეობით 3.5% შეადგინა ინფლაციამ, რაც ასევე ჩვენს პროგნოზს შეესაბამება იმისთვის, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. ჩვენი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის მიტიგაციას, სხვადასხვა რისკის ნეიტრალიზაციას. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის დაუცველი, ეგრეთ წოდებული არაჰეჯირებული სესხები და ჩვენ იმისთვის, რომ შევამციროთ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი და მისი ზემოქმედება ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს საფინანსო ბაზარზე, ვაგრძელებთ თანმიმდევრულ ლარიზაციის პოლიტიკას. ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6%, გაიზარდა 7.2%-მდე. ასევე საბიუჯეტო დეფიციტთან მიმართებაში, რომელიც გვაქვს დაახლოებით 2.4-2.5%-ის პარგლებში, ჩვენი პროგნოზით და ფონდის პროგნოზით ამ ნაწილში სრულად თანხვედრაშია და ასევე ვალთან მიმართებაში, მთავრობის ვალთან მიმართებაში, რომელიც იცით, რომ გასულ წელს 36%-მდე შემცირდა, ვალის ეს დონე ქვეყანა შეინარჩუნებს და უფრო მეტად კლების, ესე ვთქვათ, ტენდენცია იქნება. ბუფერები და ის, ესე ვთქვათ, ფისკალური პოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, იმ დიდი გაურკვევლობის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკაში, რომელსაც დღეს ვხედავთ, საქართველო ამ პროცესს ხვდება ძალიან მომზადებული. ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას, როგორც სეზონური, ისე გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებით. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც დასაქმების ფორუმი იძლევა ორივე მხარისთვის. 80-მდე კომპანია არის წარმოდგენილი და ეს წარმომადგენლობა კომპანიების მოიცავს ყველა სფეროს. ვფიქრობ, საინტერესოდ ჩატარდა დღევანდელი ფორუმი. რაც მთავარი არსი ამ ფორუმისა გახლავთ ის, რომ დავაკავშიროთ ერთმანეთთან სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი. აქ არის ჩვენი როლი განსაზღვრელი და გადამწყვეტი. ფორუმზე წარმოდგენილი არის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები და ეს სექტორთა შორის თანამშრომლობის კარგი შესაძლებლობა არის. გაიმართა სემინარ ტრენინგი თემაზე სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობები და შესაბამისად აუცილებელია, რომ სტუდენტებს მიუცეთ დასაქმების მსურველებს და დაინტერესებულ პირებს მიუცეთ мотивация იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს დღეს უამრავი შესაძლებლობა დასაქმების, გამოიყენონ და მიზანმიმართულად მოახდინონ თავიანთი რესურსის საინვესტიციო დაბანდება დასაქმებასთან მიმართებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 35 ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა, მან სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საგანმანათლებლო აქტივობებზე ისაუბრა. ყრილობას FIFA-ს წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი და UEFA-ს ჰეტ-ტრიკის პროგრამის მენეჯერი დენის ბასტარი ესწრებოდნენ. იმშელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს წყალტუბოს სამგურალი და საგარეჯოს გარეჯი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი. მომავალ წელს 20 წლის იქნება ამ ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ პერიოდზე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, ხვიჩასამ არაჩვეულებრივ წარმატებაზე, რომელთაც თითოეული ჩვენთაგანი და მათ შორის დარწმუნებულად თქვენს და ყველა სრულიად საქართველოს ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. და ასევე ვიცით, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში 30 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იწყება, რაც ასევე ძალიან დიდი წარმატებაა, დიდი მოვლენა არის. FIFA-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. აქ ვიმყოფებით, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ფიქრობ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ზოგადად ქართულ ფეხბურთს კარგი მომავალი აქვს და დაველოდებით შემდეგ ნაბიჯებს. საქართველოში მეშვიდედ ვიმყოფები. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად ზრუნავს ფედერაცია მომავალ თაობაზე. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ის აკადემია ვნახე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. იმედის ეთერს რამდენიმე წუთში ნათია სორდია განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახავთ.